რა არის ბედნიერება, რომელ განცდას გამოხატავს ეს სიტყვა ან როგორია ბედნიერი ადამიანი? ამის განსაზღვრა წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა რაღაც თვალსაზრისით ბედნიერების გაზომვაც შეიძლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. გლობალური ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური მაჩვენებლების მიხედვით ქვეყნებს სარეიტინგო ქულებს ანიჭებს. 2023 წლის მონაცემების მიხედვით ამ რეიტინგში საქართველო 91 ადგილს იკავებს. საგულისხმოა, რომ საქართველო ჩამორჩება მის მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად ჩამორჩება სომხეთს. სომხეთში მოსახლეობა თავს უფრო ბედნიერად გრძნობს ყველა ამ ინდიკატორის მიხედვით, ვიდრე საქართველოს. ჩამორჩება რუსეთს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანას. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, შეიძლება ითქვას. ფსიქოლოგი ნათია ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანები ბედნიერებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოყოფა მაინც შეიძლება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი ურთიერთობები, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბედნიერებისთვის საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, თუმცა გლობალურ რეიტინგში მაღალგანვითარებული მდიდარი სახელმწიფოების დომინირება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობას ადასტურებს. საკმაოდ დიდი გამოწვევა აქვს ქართულ მოსახლეობას, რომ საკუთარ თავთან მუშაობის ხარჯზე იყოს მარტო ბედნიერი, რადგან თუ არ მაქვს განცდა, რომ მე მაქვს უსაფრთხოება სამსახურში და ჩემი სამუშაო არის დაცული, განცდა, რომ მე მაქვს დაზღვევა სამედიცინო და მე შემიძლია რომ გარკვეული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მივიღო, მე არ ვიცი ჩემი ოჯახი როგორ გამოვკვებო, მყავს მცირეწლოვანი შვილები და ასე შემდეგ და არის ყოფითი პრობლემები, ხო? ძალიან უხერხულია რომ ამ ადამიანებს უთხრათ, რომ თქვენ უნდა ბედნიერები იყოთ. ბედნიერების ინდექსის დასადგენად კვლევას საერთაშორისო კომპანია გელაპი ატარებს. კითხვარში, რომელსაც კვლევის მონაწილეები ავსებენ, ჩართულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა მატერიალური კეთილდღეობა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და რეკრეაციის შესაძლებლობები. სწორედ ამ ინდიკატორებით იზომება მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ხარისხი. 2023 წლის რეიტინგის ლიდერი ფინეთია. ეს ქვეყანა პირველობას 2018 წლიდან ინარჩუნებს. ფინეთთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულშია დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები. რეიტინგში სომხეთი 79, რუსეთი კი 70 ადგილზეა. ვის ვუსწრებთ? ვუსწრებთ აფრიკის ქვეყნებს, თანაც არა ყველას არა და ასევე ზოგიერთ ქვეყანას აზიაში. მოკლედ ეს არ არის კარგი მაჩვენებელი საქართველოსთვის და სულ ცალსახად ერთ მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში ცხოვრება მაინც არ უხარია. ეხლა ეს ბევრ რამეზე აისახება, ხო? მათ შორის აისახება ემიგრაციის ტალღაზე, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას და მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა საბედნიერო წინსვლა მაინც არის. 2020 წელს საქართველოს რეიტინგის მიხედვით 115 ქვეყანა იყო. წელს კი ქვეყანა 90 ადგილს იკავებს. რეიტინგში წინსვლას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი არა სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს, არამედ გლობალური კონფლიქტების ფონზე ქვეყანაში არსებულ მშვიდობას უკავშირებს. საქართველოს მოსახლეობას მით უფრო უახლოესი წარსულიდან გამომდინარე აქვს ეს ასე ვთქვათ ჩიში თუ ფობია რომ აგრესორი ისევ შეიძლება დაგვესხას თავს და ასე შემდეგ და რამდენადაც ამ გლობალური კატასტროფების ფონზე საქართველოში არ მომხდარა ასე ვთქვათ ომი, სამხედრო დაპირისპირება და გარე აგრესიისგან საქართველოს მოსახლეობა დაცულად გრძნობს თავს, როგორც ჩანს ამან ითამაშა როლი იმ თვალსაზრისით, რომ ბედნიერების ინდექსის მაჩვენებელი გაიზარდა, გაუმჯობესდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც გადამწყვეტი ფაქტორი, იმიტომ რომ სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების თვალსაზრისით, რაიმე მნიშვნელოვან წინსვლაზე, სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, თუ უმუშევრობის დაძლევის თვალსაზრისით, რაიმე მნიშვნელოვან გარღვევაზე ან მნიშვნელოვან წინსვლაზე, მნიშვნელოვან წინსვლისთვის საქართველოს არ მიუღწევია. 20 მარტი გაზაფხულის ბუნიობის დღეა. ბედნიერების საერთაშორისო დღეს, დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება. დღესასწაულის ინიციატორებს ამით იმის ხაზგასმა სურდათ, რომ ბედნიერების უფლება მსოფლიოში ყველა ადამიანს თანაბრად აქვს.